დამიჯერე მაქს ეს იმუშავებს. ხო, მაგრამ მერის რო ვიღაცა მოკოცოს, მე იმას რა უნდა გავუკეთო? დააწნარდი მერი განსხვავებას შეამჩნევს კალათბურთელებსა და ლუზერებს შორის. შემოდით. ამის წარმოდგენაც კი მაშინებს. გამარჯობა ლუზერებო, აბა მზად ხართ? და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? მე მზად ვარ ჩვენი ძველი მეგობრობის გამო. მოიცადე რა მეგობრობა, კალათბურთს ზურგის შეაქცია, ჩემი მეგობარი აღარ ხარ. მოკლედ ლუზერებო, თქვენთვის დავალება გვაქვს. მოკლედ ლუზერებო, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რასაც კალათბურთელები გეტყვიან და ისინიც ამას დაგიფასებენ. კარგი, და რა უნდა გავაკეთოთ? მოკლედ ჩვენ მე ამბოხი გოგოებთან უნდა მიხვიდეთ. ფლირტი დაუწყოთ, თავი უნდა მოაწონოთ, დააკოცოთ, ჩაეხუტოთ. და ამაზე არაფერს არ იზამთ, ჯერ ბოლომდე მოусმინეთ. ეს ჩვენი საქმისთვისაა, გვინდა რომ ამბოხეები მიხვდნენ ლუზერები ვინები არიან და შემდეგ კალათბურთელები ვინები არიან. აბა მეგობრებო, თანახმა ხართ? და მე ვისთან უნდა მივიდე, დიანასთან, მერისთან თუ კნობასთან. მე მერის მივხედავ. იცოდეთ, ფრთხილად იყავით, თქვენი კოცნები ძალიან ცუდი უნდა იყოს. და პატრიკ, იცოდეთ, დიანასთან ხელებით შეხება არ გაბედო. პატრიკ, ესე იგი შენ დიანასთან ხარ, გასაგებია? გასაგებია. აბა ისევ რატო ვართ? წადით და იცოდეთ, გეგმა არ ჩაგვიშალოთ. მე ამბოხეებს ძალიან გაუკვირდებათ. ძალიან იღბლიანები ვართ. კარგი, მე დიანას მოვაწონებ თავს. მე მერის უკვე დიდი ხანია მომწონს. თვალი როგორ ჩაგვიკრა? 3 ლიმონათი და კაკაო გოგოებისთვის. კი, პიცა მახსოვს, იმუშავე. დიმა, სალათისფერს დაელაპარაკე? კი, და უნდა რომ ჩვენთან ერთად იყოს. რა, ისევ, ეხლაც ვერ ვითამაშებთ ესე იგი ვერაფერს. კოსტა არ ინერვიულო, ჩიფსებს და კოლას ვიყიდეთ, ის სხვა ოთახში უყურებს კინოს და ჩვენ მანამდე ვითამაშებთ. კიდევ რამე? კი, ხომ არ გაიგე ბლონდი და სოფი რაზე საუბრობენ? იქნებ რამე გაიგე. გოგოებო, მე ვმუშაობ, ჩემი კლიენტების საუბრებს არ ვუსმენ. არა, გაოცებული ვარ, ბლონდისგან არ ველოდი. გეგონა რომ ასე მალე დამეგობრდებოდნენ? შენია ბლონდისგან ყველაფერს უნდა მოელოდო. შეხედე, ფეხბურთელები ჩვენ გვიყურებენ. ხო, მე კოსტა მომწონს. ბიჭებო, მოვიფიქრეთ. ხო, ერთი გოგო წამოვა ჩვენთან ერთად რომ არ მოვიწყინოთ. რა, გოგო? რომელი გოგო? დიმა, არ ინერვიულო, შენ არ შეგაწუხებთ. ხო, ჩვენი მეგობარი თავის შეყვარებულთან ერთად წამოვა და სხვა ოთახში ვიქნებით. თქვენ კიდე ვითამაშებთ. თავის შეყვარებულით? ძალიან მაგარი საღამო გვექნება. დიმა, შენი მშობლები დილით არ მოდიან, ხო სახლში? არა, სალათისფერო საღამოს მოვლენ. შევთანხმდით. გამარჯობათ მოსწავლეებო. ახალი ამბები გვაქვს თქვენთვის, მზად ხართ რომ მე ამბოხეებს მოусმინოთ? კი, არა, ჩვენ ვამბობთ არას. მე ამბოხეებო, რა ხდება, რა არის ახალი ამბავი? მალე ქალების დღე ახლოვდება. ხო, და გავდივართ ქალაქიდან და გვინდა რომ ფარტი გავაკეთოთ. ვინ მოვა? ყველს პატიჟებთ, ბაყაყებსაც კი. ცუდი იდეაა ძალიან. შენია, ეს გაიგე? ხო, და არ მატარდებს ბლონდი. ჩვენ მოვდივართ. ჩვენიერი კიდევ ვინ წამოვა, ხელი აწიეთ რომ ავტობუსი ვიქირავთ. კალათბურთელები მოვლენ? არანაირად. ჩვენ მოვალთ. ჩვენს. და ისი პიცასთან? ძალიან მინდა წამოსვლა. კარგი, ყველას პატიჟებთ, რაც მეტი ხალხი მით უკეთესი. დიანა, ხო, არა. ჩვენ წამოვალთ და გავახალისებთ ფართვის. კარგი, მაგრამ თქვენი კარგი საღამოები წამოიღეთ, ზეფირი. და მეორე ფეხსაცმელიც წამოიღეთ, იმიტომ რომ სახლი თეთრია და არ გვინდა რომ დასვაროთ თქვენ ჭურჭელი ფეხსაცმლით. მზად ხართ რომ ფარტი გქონდეს ქალების დღის აღსანიშნავად? კი! მე არ წამოვალ. ის მე ამბოხეებისთვის მოჰიტო. ნასტია, წესიერად, ხომ იცი რომ ერთად მაინც არ ვიქნებით. თან კოლეჯიდან მოდიან ბიჭები. ჯანდაბა დიანა, 18 წელსები არიან, დიდები არიან. კნოპა თაწყნარდი, მაგრები არიან. კნოპა ბაღის ბავშვებთან ერთად გინდა დროის გატარება? ხო, კარგი. ნასტია, წამოხვალ ჩვენთან ერთად? ხო, და სვა ეჭვიანებ აუცილებლად. ძლივს. ბიჭებო, რატომ დაგვიძახეთ აქ? გისმენთ? გოგოებო, მომისმენთ, ნამდვილი არაფერი არ იქნება. ხო, არც კოცნები და არც ჩახუტებები. მოიცადეთ ბიჭებო, აღარ გვაკოცებ სინამდვილეში? რა? დეტალებში გითხარით, ვერ გავიგე ვერაფერი. ჩვენ მე ამბოხეებს თავი უნდა მოვაწონოთ. მერი ჩემია და დიანა ჩემი. რა? გოგოებო, გაჩუმდით. კალათბურთელებს უნდათ რომ მე ამბოხეები დაიბრუნონ და ჩვენ ეს მისია დაგვაბარეს. ბიჭებო, კალათბურთელები არაფერს არ გაგიკეთებენ სანაცვლოდ. ხო, საერთოდ არ მისმის რანაირად დათანხმდით. ლუზერები ხომ არ ხართ? ჩვენ მაგრები ვართ და კალათბურთელების პატივს გვცემენ. შეიძლება მეგობრებიც გავხდეთ. ბიჭებო, ძალიან გაგვანაწყენეთ. კარგი რაიან, მინდა რომ დავწერო ერთი ახალი სტატია, თუ სიყვარული როგორ აღშხამებს მეგობრობას და ურთიერთობას. ხო, დაწერე რომ მეგობრები ურთიერთობებს ანგრევენ. იანათი უკვე დავიღალე. რაიან, ძალიან დამღალე უკვე, არ გესმის ჩემი არანაირად და ყოველთვის ვცდილობ რომ იმიმწყდიო.
ლეილა, მე მხარს გიჭერ, მაგრამ შენი იანა მოღალატეა, ნამდვილი მოღალატე. რაიან, აღარ შემიძლია, მოდი დავისვენოთ ცოტა ხანი ურთიერთობიდან, უნდა ვიფიქრო. არა ლეილა, რა დაშორება, ხვდები მაინც საერთოდ რას ნიშნავს? აღარ გეყვარები და აღარც მე მიყვარები და მე რა მოხდება? დასვენება იქნება რაიან. ვა, ჩირლიდერებო, როგორ ხართ? გამარჯობა მასკოტ, კარგად არის ყველაფერი. არაფერი, აბა კარგ ხასიათზე ხართ? ხო, მასკოტ, შენ როგორ ხასიათზე ხარ? გოგოებო, კარგია, მაშინ მეც აღარ შეგაწუხებთ. რა სჭირს მასკოტს? რა ვიცი. ბაჭია, რაო? არაფერი დარბოდნენ, იცინოდნენ, ბედნიერები არიან. იქნებ იმიტომ არიან ბედნიერები, რომ ლუზერებმა თავი მოაწონეს. ამის შესახებ კითხე? ხო, რა თქმა უნდა, მაგას შევეკითხებოდი. აბა გოგოებო, ლუზერებმა უკვე მოგაწონეს თავი? მაგს ვეღარ ვითვენ, მინდა რომ შემოვიდნენ და გვითხრან. მაგს და სმენ ლუზერებს მოუწონვარ და თავს არ გვანებებენ. მოიცადა რას ვიზამთ ლუზერები რომ მართლა მოეწონოთ. მეგობრებო, ეს უცნაური იდეაა, მაგრამ მალე ვარჯიში გვაქვს და შემიძლია მართლა შევეკითხო. ხო, მაგრამ მოიცადე სანამ მე ამბოხეები ჩვენთან არ მოვლენ. ჰეი, რამდენი ხანი დარჩებით მანდ კიდევ? ხო, მე ამბოხეებსაც უნდათ გამოყენება. ეს ხუმრობა არა, 1 საათი რატომ ხართ? რაიან, ეს გესმის? აქ მე ამბოხეები არიან, ჯანდაბა როგორ გავიდეთ? ლეილა, ვერ ხვდები ეს გრცხვენია. ხო, აქ ვიყავით და ვაკოცეთ. ამაში სასირცხვილო რა არის? რაიან, არ მინდა გასვლა. ლეილა, ყველაფერი კარგად იქნება. აი თურმე ვიყოფილა საპირფარეშოში. და ეს ნორმალური არ არის. ხო, მგონი იქ აკოცეს ერთმანეთს. გოგოებო, და რა თქვენ არავის არ ყოცნით? საყვარელო წამოდ. ძალიან საყვარელი წყვილია. ხო, მხეცური. მე დიანას ვაკოცებ. მე მერის ვაკოცებ. დიანა, კიდევ დიდხანს გელოდოთ? გოგოებო, მორჩი და ჩემი ტატო თითქმის მორჩა, ნახეთ. მაგარია ძალიან. ხო, დიანა, ძალიან მაგარია, გაიწია? გოგოებო, შეამჩნიეთ, რომ კალათბურთელები ცდილობენ გზიდან გაგვეცალონ. ნეტა ვიციან უკვე იმ პარტიზე, რომელსაც ჩვენ ვაწყობთ? გოგოებო, ძალიან გავერთობით, აი ძალიან. თქვენ კი, მაგრამ მე არა. აი სიდა პიცა რომ იქნებიან იქ და მათ დავინახავ, ხასიათი გამიფუჭდება. ნასია კიდევ რამეს თუ იტყვი აი სიდა პიცაზე, იცოდე მართლა სახლში დაგტოვებ. ხო, ნუ წუწუნებ, აი სიდა პიცა იყვნენ თავისთვის. ცხოვრება გრძელდება, ხო, და ჩვენთან მაგარი ბიჭები მოვლენ, მაგარი მანქანებით. გოგოებო, მე რომელ ბიჭთანაც უნდა ვიყო, რა მანქანას ატარებს? ნასია, ორშეს. გოგოებო, ერთი სული მაქვს ეგ დღე როდის მოვა? მე ამბოხეებო, დიანა. დახურეთ კარი! ლუზერებო, აქ რას აკეთებთ? დიანა, შეთვის რაღაცის თქმა მინდა. მერი, რამდენიმე სიტყვა. ხო, გამოვალ ახლა და მიიღებ მაგარის გაღებისთვის. მერი დაწყნარდი. გოგოებო, მოდით ვილაპარაკოთ. ბიჭებო, გაჩერდით რა არის ეს? არავის არ გქონს თქვენთვის რომ გოგოების ტუალეტში შესვლა არ შეიძლება. გოგოებო, დღეს უკვე გითხრეს რომ ძალიან ლამაზები ხართ. მერი, მგონი გაგიჟდნენ ესენი. ბიჭებო, ვიცით, ამიტომ დაუბრუნდით თქვენს ლუზერებს. გოგოებო, და იქნება არ გვინდა რომ წავიდეთ. ბიჭებო, არ გეშინიათ რომ ახლა ჩვენ კალათბურთელებს დავუძახებთ? ხო, შემიძლია ვიყვირო. ხო, მაგრამ ათხო დაშორდით. აბა რა ხდება? გოგოებო, ლუზერები გვაფლირტავებიან. გოგოებო, კალათბურთელებს დაუძახეთ. ვაუ, ღმერთო ჩემო, მაგრამ კალათბურთელებთან აღარ ხართ. ვისწოდით. ვაუ! იცით რა? კიდევ ერთხელ, აბა სადეთ კიდევ ერთხელ. გოგოებო, წავედით. გამოგვივიდა. ამას ინანებთ. გოგოებო, მომისმინეთ, ჩემ ზურგს უკან ჭოროობას თუ გავიგებ, ყდელას გამოგცვლით. გასაგებია ყველაფერი? ხო, შეუცვლელი არავინაა. ჯანდაბა ბლონდი რა გჭირს? სოფი მოვიდა და ჩვენ უცბად აღარ გჭირდებით. იცი რა, შეგვიძლია დავტოვოთ გუნდი და მე ვინდა რჩება, შენ და სოფი სრული გუნდი არ ხართ. კარგი, გინდა რომ შემაშინაო და არ გამოგივათ. ბლონდი და მე საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ ყველაფერს ვხედავთ. ანუ ვარჯიში აღარ გვექნება და ჩვენ შეგვიძლია თქვენი ურთიერთობა განვიხილოთ. კი. გოგოებო, გამარჯობა. მინდოდა მეთქვა რომ დიანას სწავლებაზე არ უნდა წახვიდეთ. რა? არა, რატომ უნდა გაინტერესებდეთ? და რატომ ასწავლებელო მაიკ, რატომ იდის ყველა და ჩვენ არა? იმიტომ რომ სწავლებაზე მე ამბოხეებიც იქნებიან და მათთან კარგი ურთიერთობა არ გაქვთ. არ მინდა რომ ურთიერთობა დაიძაბოს და პრობლემები შეგექმნათ.
მასწავლებელო მაიკ, იცით მარტო მე ამბოხებთან არ გვაქვს პრობლემა, გუნჩის პრობლემა გვაქვს, ბლონდისთან და სოფისთან. ხედავთ პირველ რიგში ჯგუფში მოგვარეთ ყველაფერი და მე რეიფიქრეთ ზოლებაზე წასვლაზე. წარმატებები. ჯანდაბა, გეთანხმებით დავიწყოთ ვარჯიში? ხო. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები. გოგოებო, გაუცებული ვარ თქვენს თვალწინ მაკოცეს. ლოყაზე მომეცით სალფეტკი უნდა მოვიშორო, გამომართვი. დიანა რა სჭირთ და რატომ მაინდა-მაინც ჩვენ და არა კნოპა ან ნასია? გოგოებო, როგორი იღბლიანები ხართ, ლუზერებს შეუყვარდით. გოგოებო, ერთხელ ლუზერთან მეც ვიყავი, მაგრამ სულ სხვა ლუზერი იყო, სულ სხვა და მაშინ იმ დროს კალად ბურთელი იყო. დიანა, შენ გაქვს სალფეტკი? აი გამომართვი ბოლო ადარჩენილი, მადლობა. უი, გოგოებო და ფართიზე, უნივერსიტეტის ბიჭებთან ერთად უნდა ვიყოთ, რომ ლუზერები არ მოვიდნენ ჩვენთან. შვენიერი იდეაა და სკოლაშიც უნდა მოვიდეთ შეყვარებულებით და კალად ბურთელებს თავისი ადგილი აცოდინებათ და ლუზერები ჩვენთან აღარ მოვლენ. გოგოებო, გამარჯობა, არ დაგველოდებით? დიანა, ხო არ გავიმეოროთ? ჩემი მერი სად არის? ნასტია, საშინელებაა, ხო არ თქვა. ლუზერებო, აქ რას აკეთებთ? კარგი, იცოდეთ ახლავე სმაილს დავურეკავ. გაეცვიეთ აქედან. დიანა, შენ ხომ კალდბურთელებს აღარ ელაპარაკები? კნოპა, ვიცი. გოგოებო, არ მოგწონვართ? მაჩვევი არ ვართ? იცით ჩვენი შეყვარებულები რას გიზამენ, როცა ამ ყველაფერზე გაიგებენ? დიანა, მათ აღარ ველაპარაკებით. კნოპა, ხვებზე ვსაუბრობ, მაგრამ მათ არ ჩავხვედრილვართ ჯერ. გოგოებო. იანა, ნასტია, რამე გააკეთეთ? და ჩვენ რა გავაკეთოთ? ნასტია, წაბედით აქედან. ხო, იანა. გოგოებო, ძალიან მაგრები ხართ. ახლა ვეწავლოთ მასწავლებელ მაიკთან და ყველაფერს ვეთქვით. მომეწონა დიანას კოცნა. ხო, მგონი მათთან ისედაც უნდა ვცადოთ. ნორმალურია, მარტო რომ დაგტოვეთ. წამო ჩქარა. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ, ვიცი რომ არ გცელია და ამოწმებთ როლებს, მაგრამ არ შეიძლება ასეთი რაღაც ლუზერები გვეფლირტავებოდნენ. ხო, გვითვალთვალებდნენ და შემდეგ გვაკოცეს. კი, მართალია, ჩვენ იქ ვიყავით, ხო, დავინახეთ. ძალიან სასაცილოა, კნოპა. გოგოებო, ამის გამო ტრაგედიას რა დაგქვით? უბრალოდ მოეწონეთ, რა მოხდა? ახლა ასეთი დრო აქვთ. მასწავლებელო მაიკ, რა გჭირთ? რა დრო? ისინი ხომ ლუზერები არიან და სიმშვიდეს არ გვაძლევენ. ეგ მართალია. და შეყვარებულები ყავთ. ხო, რა უნდათ მე ამბოხეებთან? მიდით რა მეუთხარით. დიანა, ძოლებაზე მინდოდა მეთქვა. იცოდეთ, ალახში არ ჩამითრიო. ყველაფერი გასაგებია მასწავლებელო მაიკ, არ გადარდებთ რომ ლუზერები გვეფლირტავებოდნენ. კარგით, მაშინ ჩვენს ახალ შეყვარებულებს ვეტყვით ამ ყველაფერს. მადლობა. არაფრის. აბა, რა, მათ ორჯერ ვაკოცეთ. ხო, და 4-ჯერ ჩავეყუდეთ. კარგია რომ ვაკოცეთ და ჩაეხუდეთ, მაგრამ გოგოები სად არიან? ჩვენთან დასახმარებლად რატო არ მოვიდნენ? ხო, რატო არ მოდიან? ბიჭებო, სიმართლე თქვით, მართლა ვაკოცეთ, უარი ტყუებით. არ ვიტყუები, დიანას ყველა მე ამბოხე გოგოს წინ ვაკოცე და მე მერის ვაკოცე. ჩვენი ბრალი არ არის, რომ ისინი თქვენთან არ მოვიდნენ. რა, აბა ვისთან მივიდნენ? ვისთან? მასწავლებელ მაიკთან. ხო, თქვენს რო ახალ შეყვარებულებზე ეტყოდნენ. რა, ესე იგი ახალი დამცველი იპოვეს, მასწავლებელი მაიკი. სმაილ გაიგონე, ახალი შეყვარებულებიო. ხო, და ეს დიდი პრობლემაა. აბა მეგობრებო, თქვენთან ერთად ვართ, როგორც ძმები. მეგობრებო, როგორც ჩანს ისე ვარ გამოგვივიდა. ლუზერებმა ჩვენ გოგოებს აკოცეს და ისინი მასწავლებელ მაიკთან მივიდნენ. რამე ახალი გეგმა უნდა მოვიფიქროთ. რა გეგმა გაიგონე რას თქვეს, ახალი შეყვარებულებიო. კარგით გოგოებო, ავიღოთ ტანსაცმელი და წავედით სახლში. ძალიან დავისტრესე ამის გამო. ხო, ძალიან დიდი სტრესია ლუზერების კოცნა. მე ამბოხეები ლუზერებთან. გოგოებო, გაჩუნდით. კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძარს. შოკში ვარ მართლა. ლუზერები მოვიდნენ და გვეფლირტავებოდნენ, ლოყაზეც კი გვაკოცეს. კარგი, ახლა წავედით. ნახვამდის. კარგად. გოგოებო, იქნება არ გვინდა ჩვენ ლუზერებთან. ბიჭებო, არ გეშინიათ რომ ჩვენ კალათ ბურთელებს. მერი მგონი ესენი გაგიჟდნენ. ბიჭებო. დიმა, საათისფერს დაელაპარაკე. ხო, და ჩვენთან ერთად უნდა წამოსვლა. ჯანდაბა ისევ გახსოვს ის კარგი დრო მე და შენ რო ვიყავით მარტო. თელი ღამე რო თამაშობდით. ახლა კიდე საერთოდ აღარ ვართ ერთად და თამაშებსაც ვეღარ ვთამაშობთ.